ლუკ შოუ და ჰარი მაგუაირი კვირას მოედნიდან აადრევად გავიდნენ. ხვალისთვის ხელმისაწვდომები იქნებიან? იმედი გვაქვს, რომ კი, ამ მიმართულებით მუშაობთ. თავს კარგად არ გზნობდნენ. ჯერ კიდევ გვაქვს ცოტა დრო თამაშამდე და უნდა ვნახოთ, როგორ იგზნობენ თავს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შანსი მიეცეთ. ეს ავადმყოფობას უკავშირდება? არც ეს ტრავმა არ აქვს, უბრალოდ თავს კარგად არ გზნობენ. ასეთ შემთხვევებს ფეხბურთში შეხვდები ხოლმე. ნახავთ, როგორ იქნებიან დღეს და ხვალ დილით. კითხავთ გუნდის ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად შესანიშნავია. როცა ოლე გუნარს სულ შეთანერთად იყავი, გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ სეზონის ბოლოს იყო ჩავარდნა. მიდლსბროშიც კარგად დაიწყე, თუმცა შედეგებმა ბოლოს ვერ გაამართლა. არსებობს რაიმე გზა ამის თავიდან ასაცილებლად? ფეხბურთში შედეგის მიღწევა თავისთავად რთულია. რა თქმა უნდა, მუდმივად სწავლობ. მეც ვსწავლობ. ყოველთვის არის რაღაცეები, რასაც შესაძლოა სხვანაირად გააკეთებდი, უკეთ გააკეთებდი. კონკრეტულად იმ პერიოდებზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. ბევრი კონტექსტი არსებობს. ფეხბურთელები, ჯგუფი, თამაშების ხასიათი, უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ფიქრობ, ეს არაა რაღაცისგან თავის დაზღვევა, არამედ იმ მომენტში ცხოვრება და იმ მომენტში დარჩენა. უნდა იყო მიწაზე მყარად დგომი და გააცნობიერო, რა არის საჭირო თამაშების მოსაგებად. ამას აქ მოსვლის დღიდან ვამბობ. არ უნდა აუფრინდეთ და ნამდვილად არ აუფრინდებით. უნდა იკვებო თავდაჯერებულობით და იცოდე, რომ მოგებების სერიები მარტივად არ მოდის, მაგრამ მეტი სურვილი ნამდვილად გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს სერია და თანმიმდევრულები ვიყოთ. საჯარიმოში ჭიდაობის საკითხზე რომ მკითხოთ, ძალიან აქტუალური თემაა. ზედმეტებში ხომ არ გადავიდა ეს და შეიძლება თუ არა რამე გაკეთდეს ამის წინააღმდეგ? ფიქრობ, გადავიდა. არც ისე დიდი ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ საჯარიმოში ხელის მოკიდებაც კი არ შეიძლებოდა და ამას მკაცრად გააკონტროლებდნენ, მაგრამ ეს ისევ დაბრუნდა და უფრო გაძლიერდა. ფიქრობ, სტანდარტული სიტუაციების, განსაკუთრებით კუთხურების წარმატებამ, როცა ბევრი ფეხბურთელი ერთ სივრცეშია, სხვა გუნდებსაც უბიძგა ამისკენ, რადგან წარმატების პროცენტი მაღალია. ამიტომ გასაგებია, რატომ ცდილობს და იყენებს ამას ბევრი გუნდი. თუმცა თამაშის თვალსაზრისით გონია, რომ ბალანსი ბოლომდე სწორად ვერ არის დაცული. რა უნდა გაკეთდეს? ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მანამდე კი უნდა გავუმკლავდე იმას, რაც მოედანზე ხდება. თუ ნებადართულია, მაშინ უნდა ითამაშო ამ პირობებით. გუნდი თავდაჯერებულია, გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობენ. ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. 10 თამაში დარჩა და წინ გელით ვილა, ჩელსი, ლივერპული. ეს თქვენთვის პლუსი არ არის? შორს არ ვიყურებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში დავჩე და საქმეზე ვკონცენტრირდეთ. ნიუკასლში შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. ბევრჯერ მითამაშე ეგ და კარგად ვიცი. სრულიად ვაცნობიერებთ ამას. ასე რომ შორს არ ვიყურებით და ამაზე საუბარიც არ გქონია. ვიცით სად ვართ, შაბათ-კვირის შედეგი კარგი ნაბიჯი იყო და ენერგიის თავდაჯერებულობას მოგცემს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალზე თუ და მაგრამების განხილვა უნდა დავიწყოთ. კარგ პოზიციაში ვარ და ეს ბიჭებმა დაიმსახურეს. ახლა უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს. შენი მოსვლის შემდგომ ლიგაში საუკეთესო ფორმა გაქვთ. გაგიკვირდა ამავე ჯგუფისგან ასეთი შედეგები? სიურპრიზს არ დავარქმევდი. ყოველთვის ვცდილობ თამაშების მოგებას და როგორც თქვი, იცი რომ ეს რთულია. თუ თითოეულ თამაშს ისე მიუდგები, რომ მოსაგებია, ნაბიჯ და თანმიმდევრულად იმოქმედებს, შანს აძლევს საკუთარ თავს. თავიდანვე ერთ თამაშზე კონცენტრირების მიდგომა გქონდა და ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა. როცა პროცესში ხარ, უნდა იცხოვრო ამით და მზად იყო შესრულებისთვის. ბიჭები კარგ მენტალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომენტში დარჩენა. სხვაებმა შეიძლება განიხილონ დიდი სურათი, მაგრამ ჩვენთვის ახლა ეს არის პრიორიტეტი. კმაყოფილები ვარ, თუმცა ვიცით, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია და ეს კარგ საფუძველს ქმნის. მოგება კარგი ჩვევაა და უნდა შევინარჩუნოთ ეს შიმშილი. კლუბში არსებული ღრმა პრობლემების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, როცა შემოხვედი და ამ ჯგუფთან იმუშავე. დაინახე ნიშნები, რომ ასეთი ფორმის სერია შესაძლებელი იყო? ძალიან შორს არ გამიხედავს. იმ ეტაპზე სწრაფად უნდა დაგვეწყო მუშაობა და პრაქტიკაში გადაგვეტანა ყველაფერი. პირველ რიგში ფეხბურთელებისთვის სწორი ინფორმაცია და სწორი ბალანსი უნდა მიგვეცა მომდევნო თამაშისთვის. ზოგიერთ ფეხბურთელს ადრე ვიცნობდი, სხვები უკეთ გავიცანი. ფიქრობ, ძალიან კარგი ჯგუფია. ნიჭისა და შესაძლებლობების მხრივ ბიჭებმა უკვე აჩვენეს, რა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია კარგი ჩვევები, სწორი ქცევები და ერთმანეთის მხარდაჭერა. ზოგჯერ უნდა ჩავიკეტოთ და გუნდური სულისკვეთება ვაჩვენოთ. ამ ეტაპზე ფეხბურთელებზე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბრუნო კლავ ლიდერია, გოლები, ასისტები. სად დააყენებდი მას კლუბის ისტორიაში, დიდ ნახევარმცველებს შორის და პირადად შენთვის როგორ იქნებოდა მის უკან თამაში? ბრუნოზე უკვე ბევრი ითქვა. დიდი ხანია აქ არის და წარმატება სხვადასხვა გზით მიაღწია.
ინდივიდუალურადაც ნათლად აჩვენა, რაც წარმოადგენს. პასუხისმგებლობის აღება რთულ მომენტებში ლიდერობა ეს ბრუნოს ხასიათია. ასეთი ხანგრძლივი სტაბილურობა ბევრს ნიშნავს. კლუბის ისტორიაში მისი ადგილის შეფასება ჩემი საქმე არ არის, თუმცა ის უდიდესი პლუსი და შესანიშნავი ტრანსფერი იყო, რაც აქ არის დიდი გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება. და ხვალინდელი მატჩის მეტოქე ედი ჰაუ. რამდენად აფასებ მის მუშაობას? ედი და მისი შტაბი დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ზოგიერთ მათგანს პირადადაც ვიცნობ. ვიცი რა წარმატება მოუტანა კლუბს და რა ატმოსფერო შექმნა ქალაქსა და კლუბში. ვფიქრობ ის მაღალი დონის მცველია და დარწმუნებული ვარ წარმატებას გააგრძელებს. მადლობა ყველას.